გააკეთებს, ამ ხალხმა არ იცის სისტემა, იმიტომ უთხარი რომ ხელი გაქვთ მოსაჭრელი ზოგიერთ რამე ისეთ რამეზე გაქვთ ხელი მოწერილი და ვერ იგებენ ისინი ამას. ამათ გონიათ რომ სესხებს თუ აიღებენ ბანკებიდან, ეს მისი გადასახდელია, მე ჩვენი გადასახდელია ყველაფერი ეს და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ დღეს რეალურად წყლის პრობლემა რომ უნდა გავაკეთოთ, დაგავსარგოს გრელის ეს უნდა მოწესრიგდეს, ეს საკამათო არ არის. თავარი არის სტრატეგია რა იქნება ჩვენი. და ადამიანები მეუბნებიან რომ ერთფუნქციური ქალაქი არ უნდა იყოსო ხალხო. ჩემი გამოთქმა საუნივერსიტეტო ქალაქი და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი ერთფუნქციური ქალაქი. ინტელექტუალური ბიზნესი რა სიტყვებია ერთ ფრაზაში? ქუთაისი, უნივერსიტეტი, ინტელექტი, ბიზნესი. ორი რამით ვარ ჩვენ სამყაროსთან დაკავშირებული. ორ რამეს არ აქვს საზღვრები. განათლებას და ბიზნესს. არც ერთს აქვს საზღვრები, არც მეორეს. ამ ერთ წინადადებაში ორივეა ჩადებული. და ესენი ველა ერთფუნქციური საუნივერსიტეტო ქალაქია. ერთფუნქციური ქალაქი საუნივერსიტეტო ქალაქს უნდა დიდი ჯანმრთელობა. საუნივერსიტეტო ქალაქს უნდა დიდი 20,000 სტუდენტი რო შემოვიდეს ჩვენთან, 20,000 კაცია საჭირო დასაქმება. ტრანსპორტში, კავშირგაბმულობა, მომსახურება, პება, რა ვიცი, ყველაფერი ესენი ერთ სტუდენტს ერთი პიროვნება ჭირდება, ისია სისტემა მოწყობილი ჩვენ. ამიტომ ვამბობ თავ იმას, რომ სამუშაო ადგილები შექმნა. მე ვამბობ ხმამაღლა, რომ 300 მილიონი რეალურია ჩემი ქალაქის მერობის პერიოდში, რომ ინვესტიცია შემოვაქ. 300 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი გარედან. ჩვენ ვიქნებით სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული. მე აი აგერ ეკონომისტები არიან და ამით დავამთავრებ, არამედ და ყველაფერი მინდა რომ გითხრათ. გარკვეულწილად ანგარისგაბარებთ, რომ მე არ შემცვლელი ვარ. პირიქით მე ვარ იგივე პოზიციით, სხვა სიყვარულით, ხალხისადმი, ქალაქისადმი, მაგრამ არ ნახული სიმტკიცით ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და საკითხების გადაწყვეტის დროს. სხვანაირად ეს ვერ გამოვა ვერაფერი. ერთი უნდა გქონდეს, შენი ხალხი უნდა გიყვარდეს წარმოუდგენლად, მაგრამ უნდა იყო მტკიცე საკითხების გადაწყვეტაში. მე არ ავაშენებინებ იმას 3 მილიონის იმას ხელისუფლებას და ვეტყვი რომ ხალხო 4,000 ოჯახი შემოყავთ აგერ. დაკეტილია ბინები. 103 მილიონი თუ გაქვს. ეს 103 მილიონით 4,000 ოჯახს კი არა 5,000 ბინას გაკიდიებთ ქუთაისში. იყიდეთ ბინები რა იპოთეკით აქვს დატვირთული არაერთ და ორ პიროვნებას. იყიდეთ მათგან, გადავარჩინოთ ის ხალხი სახლებიდან მყრიან. ვიღაცა ბინას ვერ ყიდის, დავარდნილი აქვს ფასი. მოდი ეს ბინები და ეს ხალხი იქ შევასახლოთ. სოფლებში გაუშვათ ეს ხალხი, բայց საფუნელსაც დაუყენებთ 15-20,000 ლარი, რომილსაც დღეს უნიკალურ ბინას უყიდით, აგერ ფარცანაყარებში, ოფშპიჩი, გეგუჩი, დაკეტილია, ყველაფერი უნიკალურით, ესე იგი ისიც ექნება მეურნეობაც, თავი რო ირჩინოს, სახლიც ექნება, ყველაფერი მოწესრიგებული. რა გვინდა ეს კლინიკური საავადმყოფო, ვის მომუვიდა აზრად, რომ დაეხურა და ხიზნებისათვის გაეკეთებინა. აი გეკითხებით, აგერ ძამდებით, ახლა ამის სპეციალისტები შეიძლება რომ ოთახში, სადაც 20, 25, 30 ადამიანია გარდაცვლილი. ავადმყოფობის გამო ტანჯვა წამებით, იქ აურა შეიძლება ვინმე დაიძინოს იქ და ნორმალური ადამიანი შევა. ფსიქიურად ხო შლიან ამ ხალხს, არა ვინც იქ შევა, ის ფსიქიურად მოშლილი იქნება. ქუთაისი კიდე ეს უნდა ამდენი ადამიანი. ჯერ იმ შენობაში რატომ უნდა შეეშვა? ხალხო გეუბნებით რომ კლინიკური საავადმყოფოსთან მეორე ის რომ არის აგერ სამუსიკო სკოლა, სამუსიკო. საბადონიც იცი რომ ინტერნატი რო იყო. გუშინ მივედი ვნახე, იქ ხიზნები შეუყვანიათ. დაუხურიათ ეს. და ხიზნები შეუყვანიათ, მაგრამ ეს კიდე ერთი კაი რო დახურეთ, მაგრამ არ იკითხავთ 45 კვადრატული მეტრის დაკეთება რა დაუჭირეთ. 30,000 ლარი. 1,800,000 ლარი დახარჯეს 60 ოჯახი შეიყვანეს. 30,000 ლარი ერთი ოჯახი. მითხარით თქვენ სახლებში სადაც ხოვთ 20-30,000 ლარი ერთ ოთახიანს, ორ ოთახიანს, სამ ოთახიანს ვერ იყიდის ეს ადამიანი. რა არის ეს? შეკეთებაში დახარჯეს 30,000 ლარი. ეს არის ქვეყანა. ესე იგი 400,000 ლარს ხარჯავდით ჩვენ ქუთაისში იმ დასუფთავება როგორ დონეზე წყვეტა. ეცხავით ოჩებს ხო? ასე გიბია ახლა შეიძლება დღეს ხელფასი მეტი უნდა მიცე და ის, მაგრამ მილიონი არის მაქსიმუმი, რაც ჭირდება იმ დასუფთავებას დღეს რაც არის მილიონი, ბატონიშვილ ალბათ მეტი იქნება საჭირო. 4 მილიონს ხარჯავენ. 4 მილიონს. გუშინ მე ესე ტრაბახობენ, ზაგავიყვანით ის გამ მე ვეუბნები რომ ამ ფულით 1 ლარი აკეთებს 20 თეთრი საქმეს თქვენთან ხალხო. რა შვებით თქვენ? ესე იგი 1 ლარი უნდა აკეთებდეს 1 თეთრი საქმეს თუ ხელისუფალი ხარ. ამათ ჯერ ერთი ბიუჯეტი გონიათ მარტო ხარჯვა. შემოსავლებზე არავინ არ ფიქრობს. შემოსავლები გაუგებრობაა საერთოდ საიდან შემოდის. ეხლა, ოდესაც აგერ ისე მიციცის ეკონომისტები არიან დამეთანხმებიან 50-60 მილიონს გრანტი თუ შემოგვაქვს, 10-15 მილიონი რა არის შენი ბიუჯეტი მაშინ? შენ თვითონ რო გქნი ამას 50-60 მილიონი რო გვაქვს გარედან. ესე იგი, გარედან მოდის ფული შენ არაფერი გაგიკეთებია გრანტის სახით და შენი ბიუჯეტი არის 10-15 მილიონი. ეს ხო სამარცხვინო სიტუაცია, ეს ხო ბანდიტიზმია, სრული. მდგომარეობა არის იმაზე, რომ ფული ვიდრე თქვენ გონია. ეს არ არის მარტივი სიტუაცია.
მე ვეუბნები ყველას, ნუ ფიქრობთ ჩემზე, იფიქრეთ ქუთაისზე. ვეუბნები ყველას, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით დღეს დიდი ქუთაისის. დღეს ძლიერი ქუთაისი ჭირდება ძლიერ საქართველოს. ძლიერი ქუთაისის გარეშე ვერ იქნება ძლიერი თბილისი, ძლიერი ქუთაისა და ძლიერი თბილისის გარეშე ვერ იქნება ძლიერი საქართველო. ქუთაისის დასუსტება ნიშნავს საქართველოს წაქცევას, იმიტომ ეს არის ეროვნულობისადმი, როდესაც ქუთაისს აკადრებენ იმას, რომ თავისუფლების ინსტიტუტის და სოროსის წარმომადგენლები იყვნენ ხელისუფლებაში, უკვე გასაგებია რა როგორაა იდეოლოგია მომართული. მეტი არაფერი. მე არ ვარ ახლა ის პიროვნება, რომ არ მესმოდეს, მე კოსმოპოლიტიზმიც მიუღებლად მიმაჩნია და კარჩაკეტილებაც მიუღებლად მიმაჩნია. მე ვსაუბრობ, ესე იგი, მეცნიერებაზე, მას საზღვრები არ აქვს და მე ვსაუბრობ ბიზნესზე, რომელსაც საზღვრები არ აქვს. სულ უსმენდი ჩვენს მეგობრებს, კანდე ლაპარაკობენ ფონდებს შევქმნით, ფულს და მეწარმეს, როდესაც ფულს თხოვ ფონდში შეიტანე, უკვე დაუბრუნდი. მეწარმის ფუნქცია არის სამუშაო ადგილის შექმნას. და ხელისუფლების ფუნქცია ხელი არ შეუშალოს და მეორე უთხრას მეწარმეს რომ სამუშაო ადგილის შექმნას ფულს გიხდი ყიდულობ შენგან რომ შენ შექმნი სამუშაო ადგილს ჩვენ ვიქნებით პირველი ხელისუფლება რომელიც გააფორმებს ხელშეკრულებას ძალიან ბევრ ნახეს ფოტოშოპის რამდენიმე მეწარმე ვაკაც არის რამდენიმე პიროვნება რომელიც თქვა მოგვეხმარებიან ამაში ნახე არაერთი და ორი პიროვნება რომელსაც ვეუბნები რომ აი თქვა რომ მოგცეთ 50, 60, 100,000 ლარი, რამდენ სამუშაო ადგილის შექმნი. კაცი გეუბნება რომ 100,000 ლარი რომ მქონდეს 200 სამუშაო ადგილის შექმნი. ეს ჩვენში როგორც იტყვიან ურიის ვალი რო აიღო, ეს რო 200 სამუშაო ადგილს ვინ შეგიქმნის 100,000 ლარად, ეს ეხლავე უნდა უთხრა რომ კი ბატონო, ოღონდ მომიტანე ეს პროგრამა და მე ხვალვე სესხულობ ფაქტორს და გაზნევ შენ. ამ მეწარმეს ჩვენი ფორმულა ასეთი რომ არის რომ უფროსთაობას მადლიერება და პატივისცემა, მასწავლებელი ხელის გულზე. მასწავლებელი ხელის გულზე, მასწავლებელში გულისხმობ პროფესორს, დოქტორს, ეხლა აღარ ვშიფრავ მას, ბიბლიოთეკაში რომ მუშაობს და კულტურის და ხელოვნების მოღვაწეები არიან, პედაგოგები არიან, მუსიკალური სამყარო და რაღაცა ამას გულისხმობ და მე სივინიავი არ უნდა მივაკაროთ მეწარმეს, აი ეს უნდა ამაყად უნდა დადიოდეს მეწარმე, ვინც სამუშაო ადგილს ქმნის, მას მოწონს ქალაქის მერი არ მოწონს, ამას მნიშვნელობა ვინ როგორ შეიძლება გადაეკიდო მეწარმეს. დღეს როგორი მდგომარეობა ხედავთ, ჩვენს პატარა არაფერის არ აქვს, სურათები და იმას ეშინია და გვითვლის ბევრი რომ ხო იცით და რაღაცა და ოღონდ მოდის ქალაქის მერად და რა მესმის ახლა იმ ადამიანების მე და ან კიდე ერთი გწუხელ ვამბობდი რომ ევროპა შემოვიარე და ბევრს გინახავთ ალბათ მე არჩევნების დროს ერთი სურათი არ მინახავს. სადმე რაიმე გაკრული მსხვენია რომ ჩემი სურათებია სად გავუკვიათ მე ამ ბოძებზე შემოყვეულები ვარ ესე იგი მსხვენია საკუთარი იმის და ვეუბნებ ჩამოხიეთ ესე ვიტყოდეთ ესე იგი წარმოვიდგინეთ რომ ბანერი რო დაგჭირდება 30 და 40 შენს ქალაქში და ყველა ადგილზე ეს არის გაკრული და ამას ქვია რა საარჩევნო გარემო ქვეყანაში ამას ქვია ბანერების ხელისუფლება რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს მით უფრო მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს მით უფრო ღარიბად ვიცხოვრებთ ვინც ხმას ყიდულობს ქვეყანას ყიდის, ვინც თავის ხმას ყიდის, ისიც ქვეყანას ყიდის. ჩვენ დღეს პრაქტიკულად 20 წელია გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხმის ყიდვებით მოვიდა. 70-80% ყველა მოდიოდა ხმის ყიდვებით. თქვენ იცით ახლა ჩვენ ერთმანეთს ვისწავლეთ, ჩვენგან ამის თქვა არ გჭირდებათ, მე ჩავატარე პრესკონფერენცია საკუთარ სახლში, ჟურნალისტებს ვუთხარი. აი ხო ხედავთ, წიგნია და ნახატი ხო ჩემს სახლში. ეს არის მამაჩემის. ორი ბინა მქონდა, ორ პროფესორს მივეცი. რო არ წასულიყვნენ აქედან ქალაქიდან, ერთი იყო არჩილ-პოსტავა, ესე იგი წარმოვიდგინეთ თქვენ რომ ქალაქკომის ბინა, რომელსაც ქვიოდა და აღმასკომის თავმჯდომარეს იყო. იცხოვრა ოჭოიძემ, უხაძემ, ხაბეიშვილმა, ბოლოს მე მგონი ის იყო უხაძე ცხოვრობდა და ბოლოს ეს ბინა არჩილ-პოსტავას ოღონდ არ წახვიდეთ მეთქი და არჩილ და მივეცი ბინა. ჩემს სახელზე ბატონმა გივი აბზიანზე მოაწერა ხელი, გადმომცეს მე და მე გადავაფორმე იმას და მივეცი არჩილ-პოსტავას. მეორე ბინა რომელიც მომწე ჩამოვიდი და ბატონი მაგალი თოდუა დამხვდა ერთ ოთახიან იმაში აგერ სასტუმრო ნომერში და მე ვთქვი აქ რა გინდათ ბატონო მაგალი არ მაქვს არაფერი. ლევან სვანაძეს ჩვენს რეჟისორს დაურეკე რუსთავში იყო გადასული მას თეატრის ბინა ჰქონდა მიღებული უთხარი რომ ლევან ჩამოვედი ხო იცი რომ ბინა არ მაქვს შორს ხო რომ დავიბრუნე გამომიგზავნა იმან თავისი წერილი რომ რადგან შენ ჭირდება ბინა გავიფორმე შემცვლა ჩემს სახელზე ერთი დღით და მეორე დღეს მივეცი მაგალი თუდუას და შევიდა ამაში ეს არის ჩემი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი მე არაფერი არ გამაჩნია ამაზე მე მზად ვარ რომ ემსახურო რაღაცა შეიძლება შემეშალოს მაგრამ შეგნებულად არაფერი რაღაც შეიძლება მოვიდა შეცდომა თუ იმეს რაიმე ბაწყენინე ყველას რომლები მოდის გიხდით მაგრამ სხვა სიტუაციაა დღეს სხვა მდგომარეობაა მე თავში დავიწყე და არ დავასრულე და მიმეორებ ხა რომ აი აგერ ბატონი ჩვენი ვინც არის ბატონი წიტაშვილი პროფესორია უნივერსიტეტის
ესე იგი გამიხარდა ძალიან რომ ახალგაზრდა კაცი უნივერსიტეტის რომელიც პირველი ნომერია სიაში. მე სიებში ვნახე ბატონებო მხედრიონელები მე მცხვენია ამ პარტიების ულებსაც მხედრიონი ჩვენ აქ იცით რა დაგვიჭდა რა ის ფასად დაგვიჭდა ვარ ვაპარპაშეთ აქ და ტანკებს დავხდი წინ და რაღაც და ეხლა ისინი ვინც ვებრძოდნენ მხედრიონის იმით პარლამენტში შემოდიან და ეს ესე იგი ამდენი ფულიანებს სად მიცეს ესენი და რას აკეთებენ ზოგიერთი აგერ ქალბატონი დოდოშელი არესრება ამას თორე აგერ ქალბატონი ციცინო დამეთანხმება შემიკლეს რამდენიმე პიროვნების იმით რომ ნათესავია მისი და ნარკომანია ასეთია დიდი სამბით კენჭისყრის ეს და ნახე ამას უკვე ყველი გავუოცდი რა ხდება ამას ჭირდება ძალიან დიდი ბეჭედის უთაისური ბეჭედის დარტყმა რომ ამ უბედური გზით არ წავიდეთ მე ნომინაძესაც კი რომელიც დედაჩემის ექიმი იყოს და მე დედაჩემის სურათით დავდივარ ვიდრე ცოცხალი იყო და დღესაც როგორ შემიძლია რა გინდა თუ ძლიერი ექიმი ხარ რა გინდა პარლამენტში რა უნდა ძლიერ მუსიკოს პარლამენტში მე ყველას ვეუბნები რომ ჩვენ არ დავამტკიცებთ არაფერს საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება ერთ ვიცემერს უნივერსიტეტი დამტკიცებს ჩემს ვიცემერს ჩვენს მერიის შემადგენლობას მასწავლებლები თავის გუნდი ვინც იქნება მერიაში თვითონ აირჩევენ როგორც ყოფდა ეს ქალბატონი ციცინო აირჩია ხელოვანმა ხალხმა ქალბატონი დოდო აირჩიეს მედიკოსებმა ბატონი ფიცხალაშვილი იყო მაშინ რომელიც მოიყვანეს მასწავლებლებმა რაღაც და ამავდროულად ასეთ გზით წავალ ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვეუბნებით რომ თქვენ აირჩევთ ხალხს ყველა მუნიციპალიტეტს წარმომადგენელი ეყოლება არავის მანქანა არ მოემსახურება არავის პრემიები არ ექნება ყველანი ადამიანური ცხოვრებით ვიქნებით და ვიქნებით ხალხში მე მექნება ურთიერთობა სპეციალისტებთან იმ ხალხთან რომელთა დიდი ნაწილი აქ არის და გარეთ კიდე ძალიან ბევრია აი ეს არის ჩვენი ხედვა ქალაქის მე ყველას ვეუბნები რომ მე თვითონ დღეს აი ვამთავრებ იმით რომ ან გიჟი უნდა ეკუთვნოს რომ ესე იგი გინდოდეს ქალაქის მერო ან არ უნდა იცოდე რა მდგომარეობა ქალაქში ან პასუხისმგებლობა არ უნდა გაგაჩი იცოდე რა მდგომარეობა პასუხისმგებლობა არ უნდა გქონდეს ან ძალიან უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი და შენი ხალხი უნდა გიყვარდეს და თქვა რომ მოდი ერთად ვიყოთ მე ვამბობ ეხლა არც ერთი არც პირველი არც მეორე არც მესამე მე მგონი ეჭვგებარებათ რომ არ არის ჩემთან დაკავშირებული მესამე მე გეუბნებით რომ მოდი ერთად ვიყოთ მე მინდა რომ ამ ქალაქში დაბრუნდეს სიყვარული ამ ქალაქში დაბრუნდეს ღიმილი და დაბრუნდეს ურთიერთობა იყოს ძალიან ნორმალური და ადამიანური მე ყველას ვეუბნები რომ ვარიგებ ყოველი შეხვედრის დროს ჩემს იმას სავიზიტო ბარათს რომელზეც ყველა მისამართია და ვეუბნები რომ მე ვიქნები ქალაქის მერე ღამის 4 საათზე რაღაც გჭირდება სახში აი кейფი გაქვს და გინდა რომ ქალაქის მერე მოვიდოს და დამირეკო და შემეძლოს მოსვლა ისევე როგორც გიჭირს და უნდა თქვა რომ რაღაცა მიჭირს სახში და ხوار შეგიძლია მოხვიდე აი ასე უნდა გავათქოთ ერთმანეთი ჩვენ სხვა სიყვარული უნდა შევთავაზოთ ერთმანეთსაც და უნდა შევთავაზოთ საქართველოს უთაის აქვს შანსი გადაარჩინოს საქართველოს დღეს ამ ძიმე ჟამს თუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან სხვას თუ დავაბრალებთ მე ხმამაბენ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ ამირჩევთ იმიტომ რომ ამ ხელა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო მზად ვარ რომ პატიოსნები წესიერები და რაღაც არნახულივით ვემსახურო ყველაფერს აი დიდი მადლობა ჩამოვიდეს ხალხო მინოგუჯანაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის სადღაც წარდგინება აქვს და ხონა არის რომ ხალხუცაზე მოგზავნეთ ოპერის სახელმწიფო თეატრში ხუცაზე ხალხია არა შესო თავისუფალია აქ არის მოჩემული პროგრამა ძალიან მინდა გადაგმეორია შეიშვა გეკნება ვენა ისე კარნიულია ვენ მიიღე ვიზიტა მოხცად
მენველი იცია. აიყვანი მაშინ ეგენი და მე ოპერატორს ოპერატორი მოდი ის მგონი აღარ მგონი არა ჩაწერა ყველაფერი და აღარ მოდის მე მგონი ვიცი მითხრა გამელოდო მესამე თუ შეიძლება დაждდეს შიგნით მეც მაგ ბატონო თემო რა ადგილი ჩემ მაშინით ვარ მე მე თუ გარ ადგილი აუ წამოვიდეს მე ვინ არა მაშინ რა ანუ ანერტ აგერ დაჯერეთ აქაც ვეტევით და დაბძანდით მაშინ აქან და ოპერატორს მე წამოვიყვან ხო მიდი ადგილი ხო ვიცი ადგილი ხო კაი სურა მოდი შენ მოდი ხო ჩვენთან ხო წამოდი მაშინ შენ მაშინ წავიდი დამეიყვანე მიდი რაც რა გამარჯო როგორ ახ მადლობთ რამიც მე ჩადები ეგ რა კანე თუ ჩავიდეთ ეგენ კიდე ხა ვიცი გაგიღებ ახლავს ღია არა მიდი ძეიდები ეგენ წინ მეცი აგერ მე არა მე ბუბა ვერ დაგიწევ შენ მასალას მაგრამ მე მოგცემ ინფორმაციას და შენ გადააკეთე რა ვიცი შენ საქმე შეიძლება მე უკვე სამი არა შენ არ გამიგე ეს არ უნდა გამომიდესო ჩემ მე სადაც ვდებ ხო ჩემი შეძვალებსა და ჩემ თავის გამოდი მე უკვე ჩემ ნებობლოს შენ არ მოდი ხა? მოდიო? ხო. გამოსული ხო გაგე? გამოსული. რა კამერა ეს? Sony. საკმაოდ გაუნდარ კამერები ეს? ჩვენ ხონდა მაგი მე გაში რო ვიყავ და მე რამდენი ხანი და ძირსაც გაგვი აგვეს საქართველოს ხედავთ როგორ ის პარტიებმა უნდა მიხდე ყველასთან მოისმინოთ რომელიც დაყოფილიყავთ იმასთან უმიხვალთ ევნები ამასთან უმიხვალთ რა არის აკუტაიცია როგორ შეიძლება საგამოშვიდობის მოგესალმებით ყველა დიდი მადლობა რომ შეწყვეტით გამოცანდი დიდროს სარწაგართმევთ მე გახლავართ ინოგუჯერანზე თემი უგუცე ქუთაისის სააჩერა საწესოთმანელი ჩვენ ყოველ საღამოს მუშაობთ ეგეთი ფორმატით რომ სამუშაოდან ვხვდებით ქალაქის მოსახლეობას სადაც გებულობთ იმ პრობლემებზე რაც ლომათ არის ამა თუ იმ უბანში ასევე ვესაუბრებით იმ გეგმებზე იმ პროგრამაზე რასაც ჩვენ ვყიდებით ხელისუფლებაში მოსულ შემთხვევაში ჩვენ თანაქალაქელებს ჩვენ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი ჩვენი პოლიტიკური
კოალიციისა ბატონი დეიმურა შაშიაშვილი ქუჩიდება ამ პრესესობა მომონი არჩევა და მაჟორიტარი ხელისუფლებაში ჩვენი კოალიციიდან ბატონი გიგლასოვი. მინდა ვისაუბროთ დიალოგის ეჯებში ჩვენი თქმა და ყველაზე პირველ რიგში მინდა რომ ის ესე ვთქვათ ისეთი ხიდი გავაკეთოთ რომ აღადგენს იმ ნდობას რაც დაკარგულია მოსახლეობაში პოლიტიკური პარტიების მიმართ ზოგადად ხელისუფლების მიმართ. იმიტომ რომ ამდენმა შეფერებამ, ამდენმა რაღაცა მე იმაზე უკეთესი ვარ, ამდენმა რაღაცა დავიცი რა თქვა იმედგაცრუებამ უკვე დაუკარგა მოსახლეობას ინტერესი საერთოდ არჩევნებისას, მერის არჩევნებისას, პრეზიდენტის არჩევნებისას და ყველაფერსაც. მართლა დაიღალა. ხალხი რა ყოველ დღეს შეხვედრაზე მართლა უამრავ ადამიანს ხვდებით და უხერხულობას ვცდილობთ კიდევ მოდივართ და რაღაც მაგრამ უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ მართლა უკვე დასაკარგია აღარაფერია თქვა. თქონდა აი ოცნების იმედი და მანაც რაღაცა ეგ ამასლა და რა ვიცი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, თუ გაამართლა კი ბატონო, აგერა არჩევნებიდან მიეცეთ, მაგრამ ერთი სიტყვით მოვედით იმის სათქმელად, რომ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ და რა გვინდა გავაკეთოთ. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, რომ შეწუხდით გამოგზავნით და რა ვიცი, თქვენ ჩვენსაც ვთქვით და დანარჩენი უკვე არჩევანის ხაზია. ბატონო გიგრა ხო არ მიმართავს თქვენი უბანია? მოგესალმებით 80% ამოღანში ყველა მიცვით. ის პერიოდში მუშაობდი ერთობლივ საფრანგეთთან და ბატონი თემურის დამსახურება პირველი საქართველოში რაც შეიქმნა მუნიციპალიტეტები ბატონი თემურის იდეით და ინიციატივით შეიქმნა და ალბათ კი არა გაამართლა. გაამართლა იმ პერიოდში როდესაც იყო ძალიან მძიმე რთული ვითარება ქალაქში და მათ შორის ლიგიაზე. უწყლობა, უშუქობა, უყურობა, მაგრამ ერთობლივად გადავიტანეთ ეს უბედური პერიოდი. მაგრამ ბატონო თუ ასეთი მდგომარეობა დამხდებოდა, ხეს, იგივე, რა მდგომარეობა მოსახლეობას ხდება. აიგივე წყლის, იგივე გასუფთავების, იგივე აბულების და ასეთი პრობლემები დამხდება, ნამდვილად არ მეგონა რა, უდანაშაულს საუბრებში. ამიტომ მე მოვდივარ თქვენთან ერთად. იმიტომ მოვდივარ, რომ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი რა. ამის გარანტიას გაძლევთ, პასუხისმგებლობას იღებულობ და იცით, რომ ამის გამკეთებელი ვარ ჩვენ. ბატონი თემური იქნება ქალაქის მერი, ჩვენ იქნებით საგრებულო და ერთობლივად მივაღწევთ იმ კარგი საქმეებს, რა კარგი საქმეები თითოეულ თქვენთან, თითოეულ თქვენ ოჯახებს აწუხებს ეს პრობლემები უნდა მოიცეს. აკოპნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვწევთ. აკოპნა ნიშნავს იმას, რომ მოისმინოთ ჩვენ როგორ ვხედავთ ამას და ეს ხებსაც ვთქვათ და გადავწყვიტოთ ისე, რომ როგორ ჯობია. ასე რომ დავიყავით მართლაც მე ამისი ვნახე, რომ ერთ ბაღში ორი სპიდექი ქალაქის მერი ვინც იყო და დღეს ვინც იქნეს და ჩვენ და ვერ გაბედეს რომ შევერთებულიყავით. დავამთავრე ეს მივედი ჩამოვარდნილი და უყარ უდაყავით ეს ქუთაისი. ვინც გინდათ ის იყავით, რომ უდაყავით ეს ქუთაისი. ნუ გინდათ ეს დაპირისპირება, ნუ გინდათ ეს შეკითხები რაიმე თუ გაქვთ, მზად ვარ იპასუხოთ, მე რასაც ვაპირებ. თქვენ ძალიან ბევრ რამეს ეხლა გეუბნებიან და რაღაც ყველა ტრაბახობს, რომ წყალს გამოვიყვან, იმას ვიზამ, ამას ვიზამ რაღაც. თქვენთან ერთად ჩვენ იმ მძიმე პერიოდში მაშინ ხარცანაყანების წყალი მივიღეთ, როცა გარეცხილ წყალს სვამდა ქუთაისი. მე ვარ ბედნიერი და მერტმა იცის, ეხლა მე როგორ აფასებ ის საკითხია, მაგრამ როცა ჩამოვედი და ვნახე, რომ აგერ მოდიოდა ნაგავი და ირეცხებოდა წყალი დამასვამდა ქუთაისს, ტელეკამი ვერ დავიცავ. წავედი და მოვძებნეთ საშუალებები და ხარცანაყანებიდან ავიყვანეთ საფრთხეას გორაზე, ავიყვანეთ მეორე მე-6 სკოლის გვერდით და ეხლა მართალია გრაფიკია რაღაცა არ იყო, მაგრამ ყველაზე სუფთა წყალი მაინც ყავს. მე ვთქვი, რომ 2 წელი ჭირდება იმას, რომ ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგება იყოს, ის რომ თქვა არც ერთ უბანს, მაგრამ ეხლა ზოგი ადრე მიიღებს, ზოგი გვიან, მაგრამ 2 წელიწადში ეს პრობლემა ამოიწურა. ნაგავსაყრელის პრობლემა რომ უნდა გადაწყდეს, სესხით აკეთებენ ნაგავსაყრელს ბატონები, სესხით. რომ გაუცრებული ვარ პირდაპირ და ვინმეს ვისაც ამის წუხელ მოვისმინე, რომ გერმანულ რაღაც ბანკთან და სესხს იღებენ, რომ მთელ მსოფლიოში ნაგავსაყრელის ძალიან სერიოზული ბიზნესია. 1000 ვინმე მოვა, რომ ფული გადაიყენოს და ააშენოს ნაგავსაყრელი და სესხად და ჩვენ არ დაგვაწყვეს ხოლმე. მე ისეთი რამეები შენდება დღეს კლინიკური საავადმყოფო გადააკეთეს ტოლვილთა ვისაც ეს აზრი მოუვიდა. უბრალოდ ვიმეორებ, ახალგაზრდებს ვეუბნები აგერ ხა 1000 ვინმესთან დადიან და ეუბნებიან ასე იქნება.
სოროსელი ნუ გინდათ ქალაქის მე. თავისუფლების ინსტიტუტი ნუ გინდათ საქართველოს თქვენი წინაპრების საფრთხიდან იტანოთ. ეს ურწმუნო ადამიანები, რომელმაც ეს გაიარეს და საქართველოში მე ვერ წარმომედგინა ამდენი თუ მე იქნებოდა, ასე იგი, იმიტომ უნდა ეს პარლამენტები და ეს თბილისი არ უნდა პარლამენტი თავისთან იმის გამო, რომ კანონი მიიღო გუშინწინ საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც იცით თქვენ რა კანონიცაა დამანგრეველი ჩვენი იდეოლოგიის და ყველაფრის, რომელსაც ქვემოთ დაეწერა ქუთაისი. და უნდათ რომ აი თბილისში არ აწყობდათ ეს პარლამენტი თბილისელებმა სწორედ ეს გადავდგამდით ამ პარლამენტს არ მივაღებიებდით კანონს ქუთაისში ჩავიდა წნარად მიიღეს ეს კანონი ეს უნდათ რომ იყოს აქ ყველაფერი როგორმე რაც ამოსაღები ევროპიდან არ მოაქვთ რაც ამოსაღები ამერიკიდან არ მოაქვთ რაც არაა წამოსაღები ის მოაქვს და ერთსქესიანი ქორწინებაა და თქვენ არ იცით რომ 3500 კაცი წაიყვანეს საქართველოსდან ასწავლეს დაამთავრებინეს ჩამოყავთ ეხლა უკან იმაში საქართველოში და მალე საბავშვო ბაღში სკოლაში იმაში კონკურსებში გაიმარჯვებენ ესენი იქნებიან და